დილამშვიდობის რუსთავ ერისთილის გადაცემა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. დილამშვიდობისა. წიგნის ბაზრობა, რომელსაც 42 წლიანი ისტორია აქვს, ყოველწლიურად აპრილში ლონდონში 25,000-ზე მეტი ადამიანი იკრიბება ლიტერატურული მოვლენების განსახილველად. წელს პირველად ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. კულტურის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად ლონდონში ქართველი გამომცემლებიც მიემგზავრებიან გეგმებზე. ჩვენს ეთერში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბატონი გურამოდიშარია და ასევე მისი პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი ისაუბრებენ დილამშვიდობის. დიდი მადლობა რომ მიგებს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. დიდი მადლობა თქვენ რომ მოგვიწვიეთ. ასევე ჩვენთან ერთად არის ჩვენი კორესპონდენტი დავით აბრამიშვილი, ლიტერატურულ მოვლენებს თქვენს კარგად იცით რომ ის ძალიან აქტიურად აშუქებს და მასაც აქვს კითხვები და რა თქმა უნდა ამ შანსს ის არ გაუშვებდა ხელიდან. მადლობა დათო შენს. მონაწილეობას რომ მიიღებ გადაცემაში. ბატონო გურამ, თებერვლის ანგარიში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო სწორედ ის რომ საქართველო გასულიყო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე და ეს მოხდა და გვიხარია ძალიან. რთული პროცესი იყო ამ უფლების მიღება. უპირველესად ვიტყვი იმას, რომ აი წიგნის ბაზრობებს რაც შეეხება, ეს ლაიფციგის და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობები სამინისტრომ წინა წლებში გაკვალა გზა, ხოლო ლონდონი ეგ არის პირველი, სადაც ჩვენ ვღებულობთ მონაწილეობას პირველად. ამას წინათ მე გავხდით ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე და დიდი მადლობა თქვენ ეს გააშუქეთ. შესანიშნავად ჩვენი მან მონაწილეობა, რომელსაც 4 საუკუნეზე მეტი ისტორია აქვს თავისი არსებობის და ლონდონის როგორც თქვენ ბრძანეთ მე-4 საუკუნე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრობაა და ჩვენი პრიორიტეტი მართლაც ეგ არის, რომ რაც შეიძლება შორს გავიტანოთ ჩვენი კულტურა, ჩვენი ხელოვნება, რითაც ჩვენ ავართ ცნობილი, რითაც ბევრს უყვარვართ კიდეც და ბევრი კიდევ პატივს აქვს ცემს და გვინდა რომ გავამრავლოთ მათი რიცხვი და ამიტომაც მივდივართ ამ ბაზრობაზე. ასევე ალბათ არ შეიძლება არ აღინიშნოს ის, რომ უკვე 10 წელია რაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა არის ბოლონის საბავშვო ლიტერატურის ბაზრობაზე და წელს 25 მარტს პირველად გაიხსნა ცალკე პავილიონი ბაკურ სულაკაურისა და ქარჩალის გამომცემლობის, ესეც აღსანიშნავია ალბათ. რა თქმა უნდა. ჩვენ ვიცნობენ როგორ მწიგნობარ ერთს, მწიგნობარ ხალხსა და აუცილებლად ჩვენ ასე უნდა გავაცნოთ ქვეყანა არა კონფლიქტებითა და რაღაც პრობლემებით, არამედ სწორედ ამ მიმართულებით. როგორი იქნება ჩვენი სტენდი, ანუ რა წარმომადგენლობით მიდის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო? მან იქნება ძირითადად წარმოდგენილი ორ ენაზე იქნება წარმოდგენილი წიგნები, იქნება ქართულათაც, ინგლისურათაც და ჩვენ ახლა გვინდა კიდევ ვაჩვენოთ თუ რა დონე გვაქვს პოლიგრაფიის, ამასაც ლონდონში უფრო აქცევენ ყურადღებას. მან თქვენ როგორც ბრძანეთ ისე გამომცემლობათა ასოციაცია მიემგზავრება, ასევე გამომცემლები, რომელსაც ექნება ძალიან ბევრი შეხვედრა სხვა გამომცემლებთან, ალბათ იქნება უკვე ხელშეკრულებები გაფორმებული სხვადასხვა მიმართულებით და ძალიან დიდი პოპულარიზაცია აქვს თვითონ ამას მთელი ინგლისის ფარგლებში. ხო და ამიტომაც ვფიქრობთ რომ იქნება ბევრი რამ სიახლე ჩვენთვის. შედეგიანი ჩასვლა იქნება. აუცილებლად. თუმცა არ მოდიან ავტორები. ავტორები ამჯერად არ. ხო, ანუ როდის იქნება შესაძლებელი, იმიტომ რომ ავტორებისთვის ეს არის წიგნის ბაზრობების საუკეთესო საშუალება, არის სამკითხველო დარბაზები, აცნობენ უშუალოდ თავიანთ ნაწარმოებებს. როდის იქნება შესაძლებელი, რომ ვთქვათ, მომავალ წელს მაინც იქნება შანსი ავტორების წამოვიდეს? ხო, აუცილებლად ჩვენ და რამგანო ეს დროის ფაქტორი იყო, რომ ვერ მოხერხდა? პირდაპირ თქვენ სწორად ბრძანეთ, ეგ იყო დროის ფაქტორი, ამ დროის ფაქტორის და ამ დროის უკმარისობის გამო ჩვენ პარიზის წიგნის ბაზრობაში ძალიან გვინდოდა მიგვიღო მონაწილეობა ამ ბაზრობაზე, ვერ მოახერხეთ, მომავალ წელს იქნება პარიზიც, იქნება ლონდონის სტენდი. წლევანდელი ლონდონში დარწმუნებული ვარ, რომ 3-ჯერ 4-ჯერ მეტი გახდება მომავალ წელს. ძალიან კარგი. ქალბატონო მარინე, არის ძალიან ბევრი შეხვედრები ბატონ გურამსაც ვკითხავთ ამაზე აუცილებლად ბაზრობის პარალელურად. ბევრი არის ისეთი, რომ წიგნის თემა შეიძლება საერთოდაც არ ეხებოდეს, ხო? როგორი რა შეხვედრები უშუალოდ თქვენ რა შეხვედრები გაქვთ თავის? ჩვენ ზოგი შეხვედრა ერთადაც გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ ზოგი შეხვედრაზე ვერ ვახერხებთ ერთად მისვლას, იმიტომ რომ ძალიან დატვირთული პროგრამაა ასე ვთქვათ პარალელური შეხვედრების. გამოყოფთ რამდენიმეს. ერთი არის ბრიტანეთის ქორთობის ინსტიტუტი ძალიან ცნობილი ქორთობის ხელოვნების ინსტიტუტის ფრესკული ხელოვნების კონსერვაციის დეპარტამენტის დირექტორთან ბატონ დევიდ პარკთან შეხვედრა. მნიშვნელოვანია თვალსაზრისით, რომ თანამშრომლობა უკვე არსებობს ამ ინსტიტუტსა და ქართულ სპეციალისტებს შორის. ჩართულია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიის კათედრაც, ანუ სტუდენტებიც მონაწილეობენ, ესე იგი არა მხოლოდ უკვე გამოცდილი მკვლევარები, მკვლევართა ჯგუფი, არამედ თვით სტუდენტები, ესე იგი მაღალი კურსების, მესამე, მეოთხე კურსების და მასტერს ვინც გადის.
და ფაქტიურად ეს არის პირველი ესეთი ფუნდამენტური, ეს არის გრძელვადიანი პროექტი, შარშან მოეწერა ხელი მემორანდუმს ამ თანამშრომლობაზე, ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც იკვლევს ვარძის კედლის მოხატულობას. ვიცით რომ ეს არის საოცარი საუნჯე, რომელიც გაგვაჩნია, მაგრამ რომელსაც დიდი საფრთხე ემუქრება, იმიტომ რომ იქ არის თვით კოდის გამოფიტვის და დაზიანების პრობლემა და რა თქმა უნდა თვით კედლის მხატვრობის, ხო? ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვათ, პროექტი, რომელსაც აუცილებლად ვისაუბრებ და რომელიც გრძელვადიანია უკვე, მაგრამ რომელიც უნდა გაგრძელდეს სამომავლოდ და განვითარდეს კიდევ უფრო მეტად ინსტიტუციურად. ეს არის ფუნდამენტური კვლევა და რომელიც ალბათ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს ვარძის კედლის მხატვრობის. ანუ ეს რესტავრაცია და შეკეთება ამ ყველაფერს რამდენად ღია იქნება საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ვიცით ბაგრატის გამოცდილება გვაქვს ისეთი რომ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ანუ თვითონ ქართული მხარე ამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად რამდენად ჩართული იქნება და საზოგადოებისთვის ინფორმაცია საჯარო ინფორმაცია იქნება საჯარო, რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ რომ რაც შეიძლება ღია იყოს, თქვა და მისაწვდომი ინფორმაცია იმ პროექტების მით უმეტესი მნიშვნელოვანი და თქვა ისეთი ეტაპური და განსაკუთრებული ღირებულების პროექტებისა, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, ან რომელიც სარგებლობს სამინისტროს მხარდაჭერით, იმიტომ რომ უშუალო განმახორციელებელი ამ შემთხვევაში სამინისტრო არ არის, ანუ ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფი უწყება გახლავთ, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მაგრამ ვცდილობთ რომ რაც შეიძლება საჯარო იყოს ყველა პროექტი, რომელსაც ჩვენ მხარს უჭერთ ან ახორციელებთ უშუალოდ. და კიდევ გავამახვილებდი, თუნებას მომცემთ ყურადღებას, იმიტომ რომ ძალიან დიდი სია არის ამ შეხვედრების, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნად მეცახება ერთ-ერთი შეხვედრა, ეს არის თბილისი Heritage Group, ასე იგი თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფის წარმომადგენლებთან, რომელსაც ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს ბატონი შტეფან ნაში. ეს გახლავთ ფაქტიურად ესეთ ბრიტანელების ინიციატივით შექმნილი ჯგუფი თბილისის გადასარჩენად, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ასეა, იმიტომ რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა შეშფოთებულია იმით, რაც ხდება ჩვენს დედაქალაქში და უფრო მეცაც გეტყვით, ესე იგი ფაქტიურად ჩვენ გეგმავთ ჯერჯერობით ეს არ არის დადასტურებული, მაგრამ ასეთი ძალიან ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია არსებობს ლონდონში, Save Europe's Heritage, გადავარჩინოთ ევროპის კულტურული მემკვიდრეობა. და ფაქტურად ამ ბოლო ხანს ეს თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფი თანამშრომლობს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის ჯგუფთან, რომელიც დააფუძნა უცნობილესმა პიროვნებამ მარკუს ბინემ თავის დროზე, რომელმაც 70-იანი წლებიდან იბრძოლა ბრიტანეთში, აი მართლა თავის ძალიან დიდი შრომა სისხლი ჩააქსოვა ამის ამ ბრძოლაში, რომ ფაქტობრივად ამ კაპიტალისტური სამყაროსთვის დაეპირისპირებინა და გაეცნობიერებინა რამდენად მნიშვნელოვანი იყო კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა და მაშინ როგორ იყო, იცით, აი პატარა შატოები, ციხესიმაგრეები, მეთეზეთა დასახლებები და რაც ამ შენობებს არ ჰქონდათ არც ძეგლის სტატუსი, არაფერი, ანუ ეს იყო რაღაც ისტორიული ღირებულების, მაგრამ ეს ისტორიული ღირებულება არ იყო გასაგები საზოგადოებისთვის და ამ ხალხმა იმუშავა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე და გაიმარჯვა ფაქტიურად და დღეს არის უცნობილესი ადამიანი, მართლა ესეთი ლეგენდარული ფიგურაა, რომელმაც შემდეგ გააფართოვა და შექმნა ეს ევროპის კულტურული მემკვიდრეობა გადავარჩინოთ, ეს ასეთი ჯგუფი. თბილისში უკვე არის ეს კონკრეტული ადგილები, რომლებიც უნდა გადარჩენოს. თბილისი, იცით, ისტორიული თბილისი არის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე და არის ძალიან დამახინჯებული, იმდენად რომ ну აი, რა ვიცი, აი მაგალითად მე უბრალოდ წაგიკითხავთ რას წერს ძალიან საინტერესო, რას წერენ ეს ბრიტანელები თბილისზე. თბილისის კულტურული მნიშვნელობა, რომ თბილისი ესე იგი მე-15 საუკუნით თარიღდება, მე-15 საუკუნიდან გაშენდა და გახლავთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და სახასიათო ქალაქი. მას გააჩნია, ესე იგი თარგმნი და ამიტომ მომიტევეთ თუ კი არ არის მაინც გამართული თარგმანი, მას გააჩნია სრულიად განუმეორებელი ბუნებრივი გარემო, რამაც განაპირობა ქალაქის განვითარება საუკუნეების მანძილზე და შექმნა მისი განუმეორებელი სილამაზე და დრამატულობა.
და აი ეს არის შეფასება და იქვე წერენ რომ რა ხდება ამ ბოლო წლების მანძილზე როგორ დამახინჯდა როგორი პოლიტიკა იყო ვთქვათ კულტურული მემკვიდრეობის არდაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მეთოდოლოგიების დარღვევა და სტანდარტების არ გათვალისწინება და ასე შემდეგ. მოკლედ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ გამოცდილებისთვის როგორც ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ყველა თემას შევეხოთ რა ვიცი. ბატონო გურამ ისევ წიგნის ბაზრობებს რო დაუბრუნდეთ თქვენ საუბრობთ ლაიფციგისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობებზე ყველამ ვიცით რომ საკმაოდ ლიბერალური და დემოკრატიულია გერმანული წიგნის ბაზარი აბსოლუტურად განსხვავებულია და სხვა სტანდარტებს გვთავაზობთ იგივე ბრიტანული წიგნის ბაზარი რომელსაც ცალკე თემა ვთქვათ აგენტებთან ურთიერთობა აგენტმა უნდა მოძებნოს შესაძლებელისი გამომცემლობა პრინციპში აკა მორჩილაძე უკვე 5 წელია ლონდონში ცხოვრობს და უშედეგოდ ჯერჯერობით უშედეგოდ სამწუხაროდ ცდილობს დაფიქსირდეს ამ ბაზარზე თუ არსებობს კონკრეტული გეგმები კულტურის სამინისტროს მხრიდან როგორ უნდა გავიდეთ ამ ბაზარზე კონკრეტული გეგმები ჯერ ასეთი ჩვენ დასახული არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს არის გაცნობითი, პირველად ვდებულობთ მონაწილეობას, გარდა ამისა ჩვენ უნდა შევხვდეთ ჯეკ თომას, ეს არის ამ ბაზრობის გენერალური დირექტორი, ხელმძღვანელი, გარდა ამისა კიდევ არიან მან ცნობილი, ძალიან ცნობილი ჟურნალისტები და გამომცემლები, ანუ ჟურნალისტი გამომცემლები, როგორც არის პიტერ ნასმუსი და მათთან გვექნება ჩვენ საუბარი თუ როგორ ახერხებენ ისინი წიგნის გატანას საზღვრებს გარეთ და გარდა ამისა რეგიონები ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია და აი რეგიონებში როგორ შეახცევს წიგნი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, რადგან წერლობას ვეხები, ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო შეხვედრა Royal Court თეატრის წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელთან, სამხატვრო ხელმძღვანელთან, თქვენ იცით რომ ლაშა ბუღაძის პიესამ ამ წარმატებას მიაღწია და იყო კითხვა და ალბათ უნდა დაიდგას უახლოეს დღეებში კი არა პერიოდში. ასევე უნიკორნ თეატრში გვექნება შეხვედრები საინტერესო, ისინი დაინტერესდნენ კონტაქტებით ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრთან და სამმავლო გეგმებს სახავენ ერთად, მაგრამ გარდა ამისა არის ძალიან საინტერესო შეხვედრა დიასპორასთან, ჩვენს ქართულ დიასპორასთან, რომლისთვისაც საგულდაგულოდ, როგორც ყველა ნებისმიერი შეხვედრისთვის ჩვენ ვემზადებით, იმიტომ რომ მან ჩვენ ცენტრი როგორც ასეთი კულტურული არ აქვს, მაგრამ მათ თავიანთი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობით, თავიანთი ინიციატივით შექმნეს რაღაც მსგავს. ჩვენ გვინდა მათ დახმარება გაუწიოთ და გქონდეთ ძალიან დიდი კონტაქტები. აი, ედ ვაიზერთან გვაქვს შეხვედრა, ეს არის წავიკითხავ სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კულტურის, კომუნიკაციის და შემოქმედებითი ინდუსტრიის დარგში. ამავე დროს ის არის პარლამენტარიც. ანუ ინგლისური კანონმდებლობა აძლევს საშუალებას იყოს კანონმდებელიც და იყოს აღმასრულებელიც და ძალიან გვაინტერესებს თუ ეს კანონები როგორ იცავს კულტურას, ხელოვნებას, რა შეეხმარება, იმიტომ რომ მან ყველაფერი არის გაწონასწორებული და ის პრობლემები, რაც თქვა დღეს ჩვენთან არის, ეს კანონის უკმარისობა და ხარისხის ესე იგი დაბალი დონე, მან და არის ამ მიმართულებითაც ჩვენ ვემზადებით და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ამას წინათ ჩამოვიდა ჩემი კოლეგა ეს არის კოტე სურგულაძე, დიასპორის საკითხებთან მომშავე, ესე იგი სამინისტროს მინისტრი და ჩვენ მასთან ერთად ალბათ აპრილში მოვაწერთ ხელს და რაღაც აქტივობებს ჩვენ ერთად დავაფინანსებთ და ერთად წავიდგებით საზოგადოების წინ. ბატონო გურამ, ხომ არ გავალთ აღმოსავლური წიგნის ბაზრობებისკენ, როგორც არის მაგალითად დუბაის, ჩინეთის წიგნის ბაზრობები, ამ მხრივ ხომ არ არის თქვა გეგმები რაიმე აქვს? კი, გვინდა, აუცილებლად გვინდა, დიდი სურვილი გვაქვს, იმიტომ რომ 4 მხარე აქვს. სამყაროს და 4 მხარეს უნდა ჩვენ ძველი მოგზაური ერი ვართ, ჩვენი კულტურა გადიოდა 4 მიმართულებით და არა მარტო ევროპა, ასევე აღმოსავლეთ. ბატონო გურამ, აქვე ჩაკითხებით, ანუ უკვე 2 წელია საკმაოდ აქტიურად მიდის საუბარი, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზარზე ბაზარმა უნდა უმასპინძლოს 2015 წელს საქართველოს. წელიწად ნახევარი რჩება პრინციპში უკვე დრო ამისთვის. თუ მიდის აქტიური სამუშაოები, იმიტომ ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი ორგანიზება ჭირდება, შესაძლებელია ვთქვათ და კარგად მოსაწყობია მთარგმნელობითი ჯგუფი, საბჭო, ხო არ გადაიწევს ეს, მოდით ვიყოთ რეალისტები, ხო არ გადაიწევს 1 წლით დროში ეს პროცესი. მე ძალიან მინდა სიმართლე გითხრათ, რომ გადაიწევს და 2016 წელს მოხდეს ეს ყველაფერი. ლაიფციგში შევხვდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს და გარდა ამისა საბჭოს წევრებს, რომლებიც ძალიან დაინტერესებული არიან, რომ ეს ჩვენ გავხდეთ მასპინძელი ქვეყანა 2015 ან 16 წელს. აი 2 კვირის შემდეგ ჩვენ გვექნება უკვე მათი საბოლოო პასუხი, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი თავად ჩამოდიან უკვე ზაფხულში ჩვენთან, ანუ
ფაქტიურად თითქმის გადაწყვეტილი აქვს ეგ ყველაფერი, უნდა აინტერესებს ნახოთ საქართველოს კარგად, ჩვენი არქივები ვაჩვენოთ, ჩვენი წიგნები ვაჩვენოთ, ძველი ახალი წიგნები ვაჩვენოთ და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი წლის განმავლობაში, თქვა თუ ეს 2016 წელს შესდგა ყველაფერი, მთელი გერმანიის ტერიტორიაზე არის პოპულარიზაცია საქართველოს, მისი კულტურის, მისი ხელოვნების, რა ქვეყანა ვარ, საით მივდივართ, საიდან მოვდივართ, რა გვინდა საერთოდ ამ ქვეყანაზე და ძალიან ჩვენი მთელი ამით განეფინება ჩვენი კულინარიით, ჩვენი ღვინით, ყველაფრით და ბატონო გურამ, ცუდია რომ ცოტა დრო დაგვრჩა, აღარ დაგვრჩა ფაქტიურად რომ, მაგრამ რაბათის ციხეზე აუცილებლად უნდა კითხოთ ეს თემა, რომელიც ეს ბოლო 2 დღე არის ძალიან აქტუალურია. კონკრეტულად ანუ რა პრეტენზიები, ანუ ამ არქიტექტურა, ანუ ის რაც არის სადაო საკითხი, ხო? შეგვიძლია ვთქვათ ავხსნათ ზუსტად რა დარღვევები არის ამ სტილისტიკაზე. და აქვე დავამატებთ, ბოდიში გუშინ გაჟღერდა ოშკის და ბანას საკითხს ითხოვს თქვათ სომხური მხარე და იქნებ ანუ სახელმწიფო მხარე არანაირად არ გამოხატა სახელმწიფო პოზიცია ხომართალია ხა. მართალია, ხო ამათ კითხვას გავიხობთ ჩვენ ასე, დაახლოებით 2 თვის წინათ მარინეს ერთად ვიყავით მან და ვნახეთ და ვნახეთ საელჩოს წარმომადგენელი, ვნახეთ მშენებლები, რომლებიც ამბობდნენ რომ თურქული მხარე ამბობდა თავიდანვე ესე იგი აცხადებდა რომ ეს არ უნდა იყოს იმპერიის თქვა და ეს გადასვლა გუმბათი თუმცა არის მეჩეთები ოქროსფერი გუმბათი მიღებული მაგრამ მათი ხედვა ასეთი იყო და ჩვენ მას გავიცანით კარგად და ცხოვრებზე ჰქონდა და კიდე სხვა ბევრად მე მიმაჩნია რომ ნაჩქარევი ცოტა ზედაპირული და ცოტა ზედმეტად პოლიტიზირებული იყო გუშინდელი გაცხადება რომელიც მოვისმინეთ და ჩვენ აუცილებლად ალბათ ზეგ ვფიქრობთ ღვალი მაგიდა როგორც ჩვენ შემოვიდეთ ბოლო დროს გვექნება კულტურის სამინისტროში სადაც მოვლენ სპეციალისტები კარგი ძალიან სპეციალისტები რომლებიც არიან საქმის კურსში და მარინა ალბათ უფრო დეტალურად ითქვის რა პრეტენზიები აქვს ხო არა საერთოდ სრულიად გავგებარი იყო გუშინდელი კომენტარი ამას თუ გულისხმობთ იმიტომ რომ ეს ესეთი ძალიან უსუსური და გავგებარი ბრალდება თავარი არსი თქვათ იმისა მე მგონი რაც მოხდა ამ ბოლო ხნის განმავლობაში ამ ბოლო თვეების მანძილზე ეს კი ჩვენ ფუნდამენტურად შევცვალეთ მიდგომა კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში თანამშრომლობას რაც შეეხება ანუ ჩვენ მოხსენით ნაცვალგების პრინციპი რომელიც ყველგან ფიგურირებდა ყველა იმ ხელშეკრულების მონახაში რომელიც მე დამხვდა სამინისტროში იყო ოშკსა და იშხანში ქართველი სპეციალისტების ჩართვის საპირწონეთ ნაგულვები აზიზიის მეჩეთის აგება ბათუმის ცენტრში ჩვენ დაველაპარაკეთ ბათუმელებს და გავარკვიეთ რომ ეს არის სრულიად მიუღებელი ბათუმელებისთვის, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც ბევრ საკითხთან დაკავშირებული ამ რატომ ეწინააღმდეგებოდა თქვა ბათუმის საზოგადოებრიობა აი ამ ინიციატივას და თანაც ეს იყო ძალიან არაპარიტეტული დასმა საკითხის, იმიტომ რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ახლად ასაგები შენობა ან ახალი შენობის აგება, თუნდაც ძველის რეპლიკა იყოს ეს შენობა, დასვა რაღაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის საპირწონეთ. ეს არის არასწორი მიდგომა, ფუნდამენტურად არასწორი მიდგომა და ჩვენ ეს შევცვალეთ, ჩვენ საერთოდ მეჩეთის თემა ამოვიღეთ ხელშეკრულებიდან და მოვამზადეთ ხელშეკრულება კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე თურქეთსა და საქართველოს შორის, სადაც დაისახა მოკლევადიანი გეგმები, ანუ თქვათ იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც დაშვებულ იქნა აჰმედიეს მეჩეთის რესტავრაციის დროს და მართლაც დაუშვებელი რამ გაკეთდა იქ, რამდენიმე ესეთი დეტალი რაც მიუღებელია თურქებისთვის გასაგებია, თორემ ჩვენთვისაც მიუღებელია, იმიტომ რომ ეს გაკეთდა ძეგლთა დაცვითი მეთოდოლოგიის დარღვევით. ამაზე ლაპარაკი, ფერზე ამაზე კი არა, ეს იყო დარღვევა ძეგლთა დაცვითი მეთოდოლოგიის, რაც უნდა გასწორდეს. და შესაბამისად ჩვენი სპეციალისტების ჩართვა იშხანსა და ოშკში მიმდინარე სამუშაოებში ეს არის ძეგლების პასპორტიზაცია ჩვენს ტერიტორიაზე და თურქეთის ტერიტორიაზე ანუ ეს არის ჩვენი ზიარი კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენ ასე დავსვით საკითხი ჩვენ თურქეთის მხარეს ველაპარაკეთ რომ ჩვენ გაგვაჩნია ეს კულტურული მემკვიდრეობა თქვენია ის რაც თქვენს მიწაზეა ჩვენია ის რაც ჩვენს მიწაზე მივხედოთ ერთად დავსახეთ სამომავლო გეგმა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა კარლოტევსკის სურათს 15-დან 19 აპრილამდე დავუბრუნდებით ჩვენ ძირითად თემას ლონდონში ქართული წიგნის შევაპირველოთ ლონდონის წიგნის ბაზრობაზე დაგემშვიდობებით დიდი მადლობა იმედიანი დილა მეტყვა მოგიშალ უსურვოთ ჩვენს გაყურებელს რეკლამის დრო რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით და ძალიან საინტერესო მეზღაპრეზე მეთოჯინეზე გიამბობთ რომელიც თოჯინებში საკუთარ წინაპრებს აცოცხლებს დროებით